შეერთებული შტატების და თურქეთის ურთიერთობებში სკანდალური დაძაბულობა იქმნება. კერძოდ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაადეს რიგ თურქულ კომპანიას, რომლებიც კავშირში არიან არც მეტი და არც ნაკლები ირანისთვის დახმარების გაწევაში, განსაკუთრებით ჰეზბოლაჰის ტერორისტული ორგანიზაციის მიმართულებით, რომელიც აქტიურად ფუნქციონირებს ლიბანში და რეალურად თურქეთი გახდა საკვანძო ჰაბი, ასე ვთქვათ, ახლა ლიბანში ამ ჰეზბოლაჰის მხარდაჭერის. ეს არის ძალიან სერიოზული სკანდალური ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს Nordic Monitor-ი. ეს გამოცემა შექმნილი არის შვედეთში, თუმცა მას ხელმძღვანელობენ თურქები, რომლებიც გაქცეული არიან ერდოღანის დიქტატურული რეჟიმისგან, მათი შეფასებით და იმ დემოკრატიის ჩახშობისგან, რომელიც მოხდა თურქეთში, ეს უწერიათ ოფიციალურ გვერდზე, რომლის ბმული იქნება და ამ სტატიაზეც ბმული იქნება და რომლის მიხედვითაც რამდენიმე დღის წინ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაადეს რიგ ამ კომპანიას, მათ შორის ეს ნაწილი კომპანიების მდებარეობს თავად ლიბანში, ხოლო ნაწილი თურქეთში. რასთან გვაქვს საქმე? აღმოჩნდა, რომ იმის შემდეგ, რაც ზოგადად ჰეზბოლაჰის მიმართულებით ისრაელის, მოსადის და ცაჰალის ოპერაციების შედეგად მოსადი პეიჯერების საკითხს უკავშირდებოდა, ცაჰალი კონკრეტულად დღემდე აგრძელებს აქტიურ დაბომბვებს ჰეზბოლაჰის, ამის პარალელურად და იმ ვითარებაში, რომ სირიაში, როდესაც პროთურქული ხელისუფლება მოვიდა, აჰმედ ალ-შარაასი, ეს მიწოდების მარშრუტები ასე თუ ისე შეიწყუდა, შეიცვალა, რეალურად ირანმა ჩამოაყალიბა ახალი მარშრუტი. ტვირთი მიდის ირანიდან ომანში, სადაც გადაფორმება ხდება როგორც ომანური ტვირთი. ომანს რაც შეეხება ორი სიტყვით გეტყვით, რომ იქ იმართებოდა სწორედ მოლაპარაკებები ირანსა და შეერთებულ შტატებს როგორც ნეიტრალურ ქვეყანაში. ხო და რამდენად ნეიტრალურია ომანი? საინტერესო კითხვა. შემდეგი მომენტი, მე იყო სურვილი, რომ თურქეთში ყოფილიყო მოლაპარაკებები. კიდევ ერთი კითხვა, რამდენად ნეიტრალურია თურქეთი? თურმე აღმოჩნდა, რომ არ არის ნეიტრალური. პირიქით, იქედან ტვირთი ომანიდან მიდიოდა და მიდის თურქეთში, სადაც ხდება ამ ტვირთის გაყიდვა, ამავდროულად ამ ტვირთის შეცვლა, ანუ საიდან მოდის, რა ტვირთია, გადაფორმება, ასე შემდეგ და ეს ყველაფერი შემდეგ მიდის უკვე ჰეზბოლაჰის მომარაგების მიმართულებით. ამ ტვირთში ძირითადი მდგენელი არის როგორც ნავთობპროდუქცია, ასევე სხვა ტიპის ტვირთები, რაც ქვეყანა შეიძლება ქონდეს 1000 ნაირსახეობის, ერთ-ერთი საკვანძო ოქრო. ოქრო როგორც კონკრეტული გადახდის საშუალება. რადგანაც დღეს თანხის გამოყენება საკმაოდ შეზღუდულია, მათ შორის ჰეზბოლაჰის მიერ, რადგან ძირითადად დოლარი უნდა გამოიყენონ ან ევრო ამ ყველაფრის ტრანზაქციების გადამოწმება გაცილებით უფრო მარტივია, როდესაც ჩვენ საუბრობთ, ესე იგი, ამერიკულ ვალუტაზე, ამერიკას მეტი შესაძლებლობა აქვს აკონტროლოს გარკვეული ტრანზაქციები, ბანკთა შორისი და ასე შემდეგ, ამ ვითარებაში ოქროს იყენებენ როგორც საშუალებას. ხო და თურქეთი ამაში ჩართული არის ტრანზიტის მიმართულებით, მოდის ეს ტვირთი, გადაფორმდება, მიდის მერე ლიბანში, ლიბანიდან მოდის ტვირთი უკან, ოქროს სახით, ეს ყველაფერია ტრანზიტი მთლიანად არის უზრუნველყოფილი თურქული კომპანიების მიერ და ახლა შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაადო ამ თურქულ კომპანიებს. პარალელურად თურქეთიდან არანაირი განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით არ ისმის, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღე გავიდა უკვე. თუმცა ის ფაქტი, რომ ამ მთელ სქემაში საკვანძო როლი უკავია თურქეთს, დღეს გამოაქვეყნა სწორედ Nordic Monitor-მა და დღეს ეს ინფორმაცია გახდა ასეთი საკვანძო. რა ტიპის ინფორმაცია? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ აუდიტორიისთვის, ვისაც აინტერესებს მათ შორის ისრაელში მიმდინარე საკითხები. რადგანაც აღმოჩნდა, რომ თურქეთი გააზრებულად ეხმარება ირანს, რომ ირანი აგრძელებდეს ჰეზბოლაჰის მხარდაჭერას და განვითარებას. თქვენ გახსოვთ ძვირფასო თანამემამულეებო, რომ ჩვენ თქვენთან ერთად აქტიურად საუბრობდით იმაზე, რომ თურქეთი სირიაში, ერაყში, ცალკე გადაცემა გავაკეთეთ მაგაზე,
კვიპროსზე, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ყველგან არის გააქტიურებული და ცდილობს საკუთარი გავლენის გაზრდას. და ერთ-ერთი გადაცემა უკავშირდებოდა ლიბანს. ლიბანი იყო საკვანძო ასეთი მიმართულება და ქვეყანა. შესაბამისად, ლიბანში ჩვენ საუბრობდით, თურქეთი თავისი გავლენების ზრდასაც ცდილობს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლიბანში კონკრეტულად თურქეთი თანამშრომლობს ირანთან და თურქეთს და ირანს გააჩნიათ ესეთი გაყოფილი ინტერესები. ახლა ამაზე ვისაუბრებთ ძალიან დეტალურად, ძალიან საინტერესო ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ, მანამდე კი აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, დაალაიქეთ, ამით თქვენ დაეხმარებით არხის განვითარებას, ასევე დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, გამოიწერეთ არხი და გააზიარეთ ეს ინფორმაცია, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი არხის განვითარებისთვის. ვუბრუნდებით საკითხს და გეტყვით, რომ თანამშრომლობა თურქეთსა და ირანს შორის გამომდინარეობს ერთი პრაქტიკული მიზეზიდან გამომდინარე. კონკრეტულად იქედან, რომ ირანი, სუსტი ირანი, მაგრამ ასეთი ირანი, რომელიც არის მთავარი პრობლემა ისრაელისთვის და ამერიკისთვის, თურქეთს გაცილებით უფრო აწყობს, ვიდრე ირანი, რომელიც იქნება პრო-ამერიკული და პრო-დასავლური. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, თურქეთს არ აწყობს ძალიან გაძლიერებული ირანი და ამის მიმართულებით თურქეთმა ბევრი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის ბაშარ ალ-ასადის, სადამ ჰუსეინი გამახსენდა, ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების დასრულება და იქ შარაას ხელისუფლების ჩამოყალიბება სირიაში, მაგრამ როგორც ხედავთ, შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ლიბანშიც მსგავსი ქმედებები, თუმცა იქ შიიტური მოსახლეობა საკმაოდ დიდია, რთული იქნებოდა ჰეზბოლასაც ტრადიციული გავლენა გააჩნია ბევრ რეგიონზე და აღმოჩნდა, რომ სულაც არ ჭირდება თურქეთს კონკურენცია ირანთან, თუ შეთანხმდებიან და კოორდინირებულად იმოქმედებენ. ეს მიზნები სტრატეგიულია. ირანი ძირითადი და მთავარი პრობლემა არის. ისრაელში გამოკითხვები აჩვენებენ, რომ ნომერ პირველი საფრთხე სწორედ ისრაელისთვის არის ირანი. მაგრამ ნომერ მეორე საფრთხე არის თურქეთი და თურქეთი იმ შემთხვევაში თუ დაეხმარება ირანს რომ დარჩეს პირველ საფრთხედ, მეორე საფრთხე არის გაცილებით ნაკლები საფრთხე და თურქეთს შეუძლია აქტიურად გააგრძელოს მომზადება პოტენციური ნებისმიერი ესკალაციის და კონფრონტაციისთვის სამომავლოდ. შესაბამისად, თურქეთი აწარმოებს ძალიან საინტერესო, ჭკვიანურ, ამავდროულად ძალიან სარისკო პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს, ასე ვთქვათ, შენიღბულ მომზადებას კონფრონტაციისთვის და ირანის გამოყენება ფარად. ირანში თუ რა მდგომარეობაა, რამდენად დაძაბულია, ჩვენ თქვენთან ერთად ორიოდე დღის წინ ვისაუბრეთ დეტალურად და ამაზე ორმუზის სრუტეში მიმდინარე პროცესებზე მთელი ანალიზი მაქვს მომზადებული, შეგიძლიათ უყუროთ, ვისაც ნანახი არ გაქვთ, ძალიან სასარგებლო არის ჩემი აზრით, სრულად რომ წარმოვიდგინოთ ეს სურათი. ამავდროულად ის ანალიზი, რომელიც უკავშირდებოდა ფაქტს, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაქოში დაადასტურა, რომ აზერბაიჯანი აღარ ახორციელებს შუამავალ როლს თურქეთსა და ისრაელს შორის, კიდევ ერთხელ ადასტურებს რეალურად, რომ ურთიერთობები გაცილებით უფრო დაძაბულია, ვიდრე ეს შეიძლება ჩანდეს შორიდან. პარალელურად ამ რეალობაში აღმოჩენა იმისა, რომ ასეთი სანქციების გვერდისავლის მთელი სქემები იყო ჩამოყალიბებული და ფაქტობრივად თუ მანამდე ჩვენ ვიტყვით, რომ ნახეთ, ჰამასი, რომელიც გაზაში მოქმედებს აქტიურად, ჰამასი არის სუნიტური ტერორისტული ორგანიზაცია, სუნიტური ტიპის და ჰეზბოლაი არის შიიტური. ჰამას ეხმარება ირანი, რაც შეიძლება ალოგიკური იყოს, იმიტომ რომ გითხარით, რომ სუნიტურია და ირანი ცხადია შიიტური სამყაროს ლიდერია, მაგრამ კონცეპტუალური იდეა ისრაელის წინააღმდეგ აქ ემთხვევა. ამიტომ თუ ჰამასის მთავარი მოკავშირეები არიან თურქეთი და კატარი, რეალურად პარალელურად ირანი ასევე მხარს უჭერს ჰამასს. ხოდა ჰეზბოლაჰის შემთხვევაში საინტერესო იყო, იმიტომ რომ ჰეზბოლაჰი ითვლებოდა ესე უნიკალურად რეალურად ირანული გავლენის ქვეშ მყოფ ორგანიზაციად. თურმე აღმოჩნდა, რომ თვლად ასე არ არის და თურქეთს ახლა სურს პარადიგმა შეცვალოს. ანუ სუნიტური და შიიტური დაყოფა უნდა შევამციროთ ეს ჩვენ აზროვნებაში და მიხვდეთ, რომ კონტურები დღევანდელი თანამშრომლობის, როდესაც საკითხი ეხება პრაგმატულ პოლიტიკას მათი პოზიციიდან გამომდინარე, ისრაელის წინააღმდეგ, ანუ ეძებენ ხერხებს
ისრაელის წინააღმდეგ მოქმედების, მათი ინტერესები თუ ემთხვევა, რეალურად ახერხებენ კოორდინირებულ მუშაობას და ფუნქციონირებას. შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ ასეთი ვარაუდიც, ეს ჩემი დაშვება არის, რომ სავარაუდოდ შეიძლება მხარეებმა იპოვონ თანამშრომლობის წერტილები, მათ შორის ჰუსიტების მიმართულებით იემენში. რატო? იქ ცალკე არის, იცით, სომალი, სადაც პრეზიდენტი ერდოღანი ახლა ეთიოპიაშია და იქ მთელი განცხადებები გააკეთა ამ საკითხზე, სომალიშიც აპირებს ვიზიტს პარალელურად ამ ფართო რეგიონალური ვიზიტის ფარგლებში. ხო და კონკრეტულად ამბობს, რომ სომალილენდის აღიარება უკანონოა, ავნებს ყველა ქვეყანას და ასე შემდეგ. ანუ სომალილენდის თემა გრძელდება. თურქეთი იქ უკვე ტანკებს აგზავნის სომალიში, ანუ რეალურად სომალი საკმაოდ გაძლიერდება და სომალილენდის მიმართულების შესაძლებელია გარკვეული სამხედრო ოპერაცია. თუმცა მეორე მხარეს სომალილენდის არის იემენი, რომელიც ისრაელისთვის კი არის პრობლემა, მაგრამ ჩვენ ვარაუდი ქონდა ასევე, რომ რა დოზით ითანამშრომლობდა რომელ ქვეყანასთან. ნახეთ, თუ თურქეთი და საუდის არაბეთი ახლა ძალიან დაახლოებული არიან და ჩვენ თუ ნახავთ, რომ რეალურად ისტორიულად საუდის არაბეთი იყო აი ამ ესე იგი ჰუსიტების მოწინააღმდეგე იქ, იმიტომ რომ პრობლემები ჰქონდათ ამ ჰუსიტებს საუდის არაბეთის მიმართულებით აქვს მთავარი ესეთი პრობლემა რეალურად, როგორც სუნიტური სამყაროს ცენტრის და ბექას და მედინას, ну, მათი პოზიციიდან ვისაც უკავია, არ უნდა ეკავოს, იმიტომ რომ შიიზმი არის სწორი ვერსია, მოკლედ ეს შიდა რელიგიური ხედვები არის. აი ეს კონტექსტი აქ არის მნიშვნელოვანი, აღნიშნოთ, რომ ჩვენ ვნახეთ, რომ საუდის არაბეთმა არჩია დაპირისპირება გაერთიანებულ არაბულ საამიროებთან იქ, ვიდრე საუდის არაბეთმა ჰუსიტების მიმართულებით, ანუ სუნიტებს შეუტიეს და არა შიიტებს იემენში. ეს არის ძალიან საინტერესო. რატომ? იმიტომ რომ საამიროები თანამშრომლობენ ისრაელთან, ხოლო ეს ჰუსიტები შეიძლება აღმოჩნდეს სასარგებლო საზარბაზნე ხორცი გარკვეულწილად, აი ესეთ მეტაფორულად რო ვთქვათ, ანუ გარკვეულწილად პროქსი ძალა, რომელიც თუნდაც იყოს შენი ტაქტიკურად ან სტრატეგიულად მტერი ტაქტიკურად მოკავშირე. ანუ მას შეუძლია იყოს ამ სომალილენდის წინააღმდეგაც ერთ-ერთი ბებრძოლი. ანუ იქ თურქეთის, ირანის და საუდის არაბეთის თანამშრომლობაც კი შესაძლებელია ფარულად. და ამის ნათელი მაგალითი არის უკვე ლიბანში რაც ხდება კონკრეტულად ამ ქმედებით. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონტურები და არქიტექტურა ისრაელის წინააღმდეგ მოქმედების სრულიად სხვა მასშტაბის არის, სრულიად სხვა შესაძლებლობებს მოიცავს და რა თქმა უნდა შეერთებული შტატების მიერ ამის ღიად ჩვენება, სანქციების დადება ერთი მხრივ სკანდალია, მეორე მხრივ არ არის მიმართული ესკალაციისკენ თურქეთთან, მაგრამ ბევრ მონაცემს გვაძლევს იმ რეალობასთან დაკავშირებით, რომელიც რეგიონში არის ჩამოყალიბებული. და აქედან რა თქმა უნდა ბევრი დასკვნის გამოტანაც შეიძლება ზოგადად რა ტიპის პროცესები შეიძლება განვითარდეს რეგიონში. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელის მხარე პრინციპში ღიად ამბობს, რომ ბეკას, ესე იგი, ველი არის ასეთი რეგიონია, მოკლედ ლიბანში. იქ ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერად არის გამაგრებული ეს ჰეზბოლაჰი მათ შორის. და იქ არის თუნელების სისტემა, რომელსაც ისრაელი ვერ ანგრევს საჰაერო დარტყმების მეშვეობით, ძალიან ღრმად არის და ძალიან ბევრია. ну, რაც გაზაშიც არის ზოგადად და იცით, რომ გაზაშიც ეს მთავარი პრობლემა არის პრაქტიკულად. შესაბამისად, ჩვენ ხვდებით, რომ იქ იარაღის მიწოდების შესაძლებლობებიც არსებობს თუ არის ეკონომიკური საშუალებები. ანუ შეიძლება ჩაიკეტა ესე ჩვენი ანალიზით და მტკიცებულებებით და გარკვეული მონაცემებითაც ჩაიკეტა სირიის გზა მიწოდებისთვის იარაღის ირანიდან ლიბანში, მაგრამ პრინციპში ეს ბოლომდეც ასე არ არის და სავარაუდოდ თურქეთთან იქ პოულობენ თანამშრომლობის ხერხებს. თურქეთს ნათქვამი ჰქონდა რეალურად თავის დროზე, ბოლო მათ შორის კვირეების განმავლობაშიც, რომ ასეთი ფრაზა პირველად არა ოღონდ. ირანის უსაფრთხოება არის თურქეთის უსაფრთხოება. ანუ ჩვენ აქ ხედავთ ასეთ
კონტურს, რომ ერთი მხრივ თურქეთი და აზერბაიჯანი ემზადებიან, რომ თუ ირანს ექნება დაშლის საფრთხე, მაშინ წაიღონ ის სამხრეთ აზერბაიჯანად წოდებული რეგიონი ირანში, სადაც არის ჭიდროდ დაახლოებით 20 მილიონი წარმოშობით თურქული მოსახლეობა, ხოლო თუ არა, მაშინ ირანი რომ დარჩეს ანტიდასავლურ ქვეყანად და ამის მეშვეობით ხელი შეუწყოს იმას, რომ თურქეთი სულ უფრო ძლიერდებოდეს. პარალელურად ჩვენ რას ვხედავთ, რომ თურქეთი და საუდის არაბეთი აძლიერებენ თანამშრომლობას, საუდის არაბეთი ინვესტიციებს ახორციელებს თურქული მეხუთე თაობის ესე იგი გამანადგურებელში კან ქვია მას, ანუ ეს თვითმფრინავი არის ასეთი და ძალიან საინტერესო პროცესი არის ეს. კიდევ ასევე ხედავთ, რომ გრძელდება დაძაბულობა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და თურქეთის რიტორიკა ისრაელის მიმართ, რა თქმა უნდა, ასევე არის მზარდი. ამის ფონზე და ლიბანში მოდით პირდაპირ თქვათ, ხო, ადგილობრივ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ეხლაც ამბობენ, რომ ჩვენ ამას დავხურავთ, მოვაგვარებთ, ასე შემდეგ, ანუ პრობლემა არ არის, პრობლემა სხვა რამეშია. იმაში კი არა, რომ გულწრფელი არ არიან. ჰეზბოლაჰი იმდენად ძლიერი არის ლიბანში, რომ ამ ესე იგი ძალებს ხელისუფლებას არ აქვს რესურსი, რომ ჰეზბოლაჰის საკითხი მოაგვაროს. და ამიტომ იძულებულია აღიაროს ის რეალობა, რომელიც შექმნილია, რომლის შედეგადაც პრაქტიკულად უნდა პირდაპირ თქვათ, რომ წარმოუდგენელი არის ნებისმიერი იქ ასეთი შესაძლებლობა, რომ ეს ლიბანის ხელისუფლებამ ჩაახშოს ჰეზბოლაჰის შესაძლებლობები. ამიტომ ჰეზბოლაჰის პრობლემა რჩება დღის წესრიგში და პრინციპში ირანი საკმაოდ გულწრფელად ამბობს, რომ ნებისმიერი ომის პირობებში დროს ირანთან, რაც მოსალოდნელია და ამაზე ცალკე ვსაუბრობთ, გაიხსნება კიდევ ერთი ფრონტი ჩრდილოეთით ისრაელის, ეს არის სწორედ ჰეზბოლაჰის ფრონტი და აქ ჩდება ეჭვი ჩემთვის ანალიზის შედეგად შესაძლოა თურქეთმა დაუშვას საიდუმლოდ არასაჯაროდ ირანის მიერ იარაღის მიწოდება, თუნდაც ერაყის და სირიის გავლით ლიბანში, იმისთვის რომ ჰეზბოლაჰი გააძლიეროს და ჰეზბოლაჰმა შეძლოს საკუთარი კონკრეტული მიზნების მიღწევა, ანუ ჩრდილოეთ ფრონტის მიმართულებით აქტიური ბრძოლა კონკრეტულად, ესე იგი, ისრაელთან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გასაანალიზებელი საკითხი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, აუცილებლად ესე იგი დაალაიქეთ ეს ვიდეო და ახლა გთავაზობთ, რომ ერთად ვუყუროთ შემდეგ მნიშვნელოვან ანალიზს, რომელიც უკავშირდება ესე იგი საკითხს, საკმაოდ აქტუალურ საკითხს და ეს არის სწორედ დაძაბულობა ირანის ირგვლივ, თუ რა ხდება ორმუზის სრუტეში. საკმაოდ პოპულარული გახდა ეს ვიდეო და გთავაზობთ, რომ ვისაც ნანახი არ აქვს, აუცილებლად ნახოს.